გამოგერიდეთ აქაურობის მეპატრონე ვარ. მეპატრონე როდის მერე გახდი? მამა ხომ მითხარი ქარხანაში მივდივარო. რა მოხდა ჩემი დანახვა არ გესიამოვნა ალი ქემალ ეფენდი. ეთიკეტზე დაკლებული ფასი აწერია, მეც ვეღარ დავაკლებ. მე დაგიკლებთ. ჯანამ ცოცხალი ვარ. შენი ბედნიერებით გავიხარებ. ქვეყნად შენზე ძვირფასი არავინ მყავს. ჩემს გულში ყოველთვის ცოცხლობ და იცოცხლებ საყვარელო. აბა თუ გავხდები, შენ მომარჩენ. შენ რომ დაგინახავ, ყველა დარდი დამავიწყდება. ჩემი ბედნიერება და სიხარული ხარ. სიცოცხლის ბოლომდე ჩემი ხელმწიფე იქნები. დამთავრდა? რა საყვარელი ხარ. დიდი მადლობა. კარგი ლექსია. ჩემო პატარა. შენ ხარ კარგი, ჩემო ჭკვიანო. ჩემო საყვარელო ბიჭუნა. ჩემო სიხარულო. დედი კომოვიდა. შვილო. ძვირფასო. ჩემო სიხარულო. გასაკეთებდი მთელი დღე. მოუყევი დედიკოს? მიღებამი ბანდეიდა ლექსი მითხრა. მართლა? რა კარგია. უთხარი რომ მეც მინდა მოსმენა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. ხომ ასია მიხრიბან გეჩქარება, ასია. დედი ვართ. გესმე ხასი ირმოთ. მიხრიბან დედა ჩვენთან ერთად არ წამოვა? ამ საღამოს სახლში დარჩება კან. მე ვუპასუხებ. კარგი, ოღონდ მკითხე ვინ არის? გისმენთ ვინ ბრძანდებით? განა? ბაბანე. დებია რეკავს. კან, ჩემო პატარა, მიცანი? მიცანი, დებია ხარ. დებია რეკავს? კან, კითხე როგორ არის? როგორ ხარ დებია? რა ტკბილი ხმა გაქვს, შულო. მე კარგად ვარ. შენ როგორ ხარ? გამოჯამრთელდი? დიახ, კარგად ვარ. შვილო. დებია. კან საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადე. დებია, დიდი მადლობა. გმადლობ რომ დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქე. არაფერ შვილო. მიხარია რომ მოგეწონა. უგეთეს სათამაშოებს გიყიდი. დებია. გისმე შვილო. შენ ძალიან შორს ცხოვრობ? რატომ ეკითხები შვილო? ჩვენთან არ მოდიხარ ხოლმე. მოვალ შვილო. კარგი, დედა დაგალაპარაკო? დამალაპარაკე. ალო, გამარჯობა. შენ რომ გინდოდი იმ კურსებზე ჩაეწერე, არა? ბურჰან ბეი ძუნწი კაცია. უბრალოდ ხელმოვჭირნე. ამ კურსების ფული მამამ გადაიხადა. იცოდე, უნივერსიტეტში თუ ვერ მაწყობი? კარგი, გაფუსონ. ვილოცავთ. კარგი იქნებოდა კომპიუტერიც მქონოდა, მაგრამ კომპიუტერი რა გინდა? დრო შეიცვალა. ძოლებურად აღარ მეცადინეობენ. ყველა კომპიუტერთან მუშაობს. კომპიუტერი აუცილებელია. კარგი, ცოტა ხეს მოიცადე. კომპიუტერსაც ვაყიდვინებ. აიშე. Sen de sofrayı hazırlayın. Sofra გაატყვე. Mama male moვა. Mamasi. Hayırsız. Sodubebia var. Çocuğu bavshis anakhavat ar movdivar. Olur mu? Amას ვამბობთ. ვიცი რა მდგომარეობა. კან ვერ წარმოიდგენ კანი როგორ მენატრება. როცა მოიცლით იქნებ შეძლოთ. ძალიან გაგვახარებ. ან დამირეკეთ. და სადაც მოწყვით კანს იქ მოგიყვანთ. მადლობ შეჰრაზად. დიდი მადლობა შვილო. როგორც კი მოვახერხებ მოვალ. თურქ
თურქეთში ყოველ წელს ბავშვთა ლეიკემიის 1500 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამიტომ ჩვენი ფონდის განვითარება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. ბევრი ოჯახს მატერიალურად უჭირს. ხშირად ის ბავშვებიც იღუპებიან, რომელთაც გამოჯანმრთელების შანსი აქვს. ჩვენი ფონდი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მოგეხსენება ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენმა ჰოლდინგმა ამ სოციალური პროექტისთვის საკმაოდ დიდი თანხა გამოყო. გუნდუსანიმ გვინდა რომ ფონდს კიდევ დავეხმაროთ. დახმარებისთვის მადლობას გიხდით ფერიდე ჰანიმ. დიდი მადლობა, არაფერს. შეხედე რა საყვარელი ბავშვია. ავტობუსი, მატარებელი, ტროლეიბუსი. დედას კალთაში რომ უსის ხო? კანი ქვია, ათილაბეის სამკურნალობს. ძვლის ტვინი გადაუნერგეს. შედეგი როგორია? ბავშვი კარგად არის. მანქანები, თვითმფრინავი, იპები. ჩვენ საყვარელი ბავშვია, რა ფერიდე? ძალიან. გამოჯანმრთელდა? ათილაბეი ამბობს, რომ ბავშვი გამოჯანმრთელდა. დედამის ფული შოვნა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო. ფერიდე ჰანიმ, კანს გაუმართლა ასეთი დედა რომ ხავს. ბევრი ბავშვი ამ ბედნიერებას მოკლებულია. შანსი ეკალოემია. Иван მართლა გაგიჟდნენ. რატომ? Yatta yaşanır mı? იახტაზე ცხოვრება ვის გაუგია. რატომაც არა სახლისგან რითგან სხავდება. მითხარი რა აკლია. ჯერ ერთი ცილა. ზამთარში რა უნდა ქნა? მეთევზის ნავი ხომ არ არის, აქაურობა თბება. გათბობას ჩავთავდა უცებ დათბება, ქცივა? Yo, iyi şimdi. არა, არ მცივა. ცოტა ხანს აქ ვიცხოვრებ, ზამთარში აწივდება და სახლში წავალ. ჩემი ნება არ არის. Bu ne dedin sevgili? სხვა ასე ძალიან გიყვარს? ო, მიყვარს. მერე რა, დანაშაულია? იცი რა ვიფიქრე? ზაფხულში 2 თვე დავისვენებ. მერე? შენ საქმეს ვინ გააკეთებს? წინა კვირას დამესიზმრა რომ კუნძულზე ვიყავე. საოცარი შეგრძნება იყო. შეჰრაზადს ბოდიში მოუხადე? ნო, მოუხადე. მართლა? კაცი, რომელიც ქალებს არ ენდობა, ქალს ბოდიშს უხდის. ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება. არ მეთანხმები? Kadın olduğu için değil. ბოდიში ქალს კი არა მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელს მოუხადე. ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ დაელაპარაკე. ხო, და ბოდიში მოუხადე. ასე არ არის? გაგითხრა. გაბადია? ძვლის წინის გადანერგვა ძალიან ძვირი ჩდება, მაგალითად ქაანის მკურნალობა $200,000 დაჯდა. უზარმაზარი თანხაა. დიახ. სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარეთ. შეჰრაზად ჰანის მხოლოდ მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინეთ. ავტობუსი, მატარებელი, იპი, პატარა მანქანა. ავტობუსი, სატვირთო, ჯიპი, მანქანა. როგორ ხარ ქან? უთხარი რომ კარგად ხარ. გამარჯობა. გამარჯობა. უთხარი რომ კარგად ხარ. კარგად ვარ. რა საყვარელი ბიჭია. გმადლობთ. იცი ამაზე დედიკო რომ ყავს. მადლობას არ გადავხდი? არ უნდა. ჩაიმორცხვა. ასე არ იქცევა ხოლმე.
არ უშავს. გილოცავთ. გმადლობთ. დახვამდის. აი ამ ბავშვს ძვლის ტვინი გადაუნერგეს. იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დედა სახლში წავიდეთ რა. წავალთ შვილო, წავალთ. და გადავიხოთ. იმედი ვარ მქი. ხანდახან გულს ვეკითხები. მე ვარ დეკა. ბედნიერებას როდემდე უნდა გაექცე? გაიღვიძე. იაშამ ცხოვრება ვალია. მოკლე დროში უნდა გადაიხადო. 1001 ღამის ღებრები. უხელს დავიკითხე. ბრძანის დაწერილია. ბედნიერებას როდემდე უნდა გაექცე? გაიღვიძე. ბედნიერების ყვავილი ძილში არ გაიშლება. მოწყენილი ვარ. მშვიდობისა ქერემბე. მშვიდობისა. როგორ ხარ? გამარჯობა. გამარჯობა. ჯერ შენ შედი. გმადლობთ. ბუირო. იმედეთ. გმადლობთ. ერთით. ჯექშტერ ვარ მონო. საჭმელი გვაქვს ნორღაიათანი. ახლა მოგართმევთ ნურბე. გმადლობთ. გავათ ეცმედა? დევას არდის აუზმია. დრო არ მქონდა. იდეო იმის მძინარი ხარ. მომხედავ თვალები ჩაშავებული გაქვს. ანურ. ვერ ამჩნევ? გეჩვენება დედა კარგად ვარ. თავს არ უფრთხილდები შვილო. ხომ ხედავ? ჩემზე ზრუნვას თავს არ ანებებ არა? თუ დედა შვილზე არ ზრუნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დედა აღარ არის. გამარჯობა ბენო. მივამშვიდობისა ძვირფასო. ქანი როგორ არის? კარგად, მშვენივრად არის. იცი რას მიეჩვია? რას? არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ დილით ადრე იღვიძებს და ჩემს ლოგიში გადმოდის. რა ეშმაკია? წარმოიდგინე მისი დატოვება როგორ მიჭირს. თუ დღეში ყოფილ ხარ? ჯოლა დედას უჭირს, ვინც მუშაობს. მართალია. ბენო რომ იცოდე რა ტკბილად ძინავს. სასიამოვნო სურნელი აქვს. მიძნელდება მისი მიტოვება და აქ წამოსვლა. ძალიან საყვარელია. შეჰრაზად? ხო. ონურბეიმ დარეკა. იქითალის პროექტის ნახაზები მოითხოვა. ონურბეი აქ არის? დიდი ხანია. დეჰანი. მიღარია თქვენი ნახვა. როგორ ბრძანდებით? კარგად. აბა? უშინდელმა საღამომ როგორ ჩაიარა? რომელი ფონდის შეკრება იყო? ამას როგორ მეკითხები, ქერემ? ლეიკემი დაავადებულ ბავშვთან უგეშის ფონდი. არ უნდა იცოდე? ნაბატია, დამოვისყდა. ლეიკემი დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები გავიცანეთ. ზოგი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მე ძალიან განვიცადე. დილამდე არ დამეძინა. ძალიან გენერვიულია. რა ხდება ქერემ? ახალი საკინძია? არა, ძვილია. მამა შენი საკინძი არ არის?
დედა შენმა მოგცა? საათი, სათვალე, ყველაფერი. დედამ მამაჩემის ნივთების სამუზეუმო ექსპონატებად ექცია. ამ მუზეუმს მის გარდა სხვა დამთვალიერებელი არ ახლავს. დედაშენს დააგვიანდება? არ ვიცი. რამდენიმე ადგილას უნდა შეევლო. მალე მოვა. გამარჯობა, ნურჰაიათანი, გამარჯობა. ონურბეი აქ არის? დიახ. მუსაი დაკავებული ხომ არ არის? არა, შევბრძანდით. მადლობთ. ფილმშიდობს. ჩვენს ოლდინგში მუშაობთ? ნამდვილად არ ველოდი. სასიამოვნოა. ერთმანეთს იცნობთ? გუშინ გავრიცანი. ლეიკემი დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდის საღამოზე. შეჰრაზად ჰანიმიშვილს ცოტახნის წინ ძვლის ტვინი გადაუნერგეს. ამის შესახებ არაფერი იცოდით? გცხვენოდეთ ბიჭებო. ეს როგორი მენეჯმენტია? ვინდოს ანიმა გვითხრა, რომ გადანერგვის შემდეგ ბავშვი გამოჯავთელდა. ისიც გვიანბო, რომ ძალიან ნერვიულობდით, განიცდიდით. კურნალობა ძვირი დაგიჯდათ. თუმცა მთავარია, რომ ბავშვი ახლა ჯანმრთელია, ხომ ასეა? შეჰრაზად ჰანიმ. დიახ, გამოჯანმრთელდა. ბიჭებო, იცით შეჰრაზად ჰანიმს რა საყვარელი შვილი ჰყავს? რომ გენახათ, ძალიან შეგიყვარდებოდათ. პატარა შმაკუნაა. ცოტა მორცხვია. რომ მივიფერე დაიმორცხვა და დედას ჩაეხუტა. დედიკო ძალიან უყვარს. დედისთვის ეს ბედნიერებაა. შეახ, ასეა, გმადლობთ. ზოგადად. შეჰრაზად ჰანიმმა არქიტექტურული პრემია მიიღო. თქვენ მიიღეთ? ოჩახ, ძალიან მიხარია.
შეძახიან. რატომ? უნდა გამაგდონ? ие, ასიზა, გამაგდონ თუნდაც. იცარ, საკმარისია, საკმარისი. მეც ვეღარ გავუძლებ. შეჰრაზად, ამას ნუ ამბობ. ლეიგინი დაავადებული შვილი ხოლეა. ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. მოაზიოდე პანურ. მე რა მოხდა თუ სიმართლე დაგვიმალა? ნაპოლმიანი? დამიბარეთ? შეჰრაზად. მოდი. დაჯექი. შეჰრაზად. რატომ არ გითხარი ლეიკემი დაავადებული შვილი თუ გყავდა? რომ თქვა სამსახურში მემიღებდით? არ მიგიღებდით. სიმართლე ვთქვათ ქერემ. ეს რომ გწოდნოდა შეჰრაზადთან იმ სამსახურში არ მივიღებდით. ალბათ ასეა. გეფიქრებდით რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ გაართმევდე. საქმიანის სამყარო სხვა კანონებით ცხოვრობს. სამწუხაროდ. გამოგიტყდები და ძალიან შევწუხდი. ანურ. სამსახურში თანამშრომლის მიღების დროს ოჯახური პირობები დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა ითვლებოდეს. დამერწმუნენ. ერთხელაც ეს სანანებელი გაგვიხდება. Artık Kaan'la... Amerika'dan Kaan'is bomba ağır gagucirდება. Nerede olursan. Sadece şimdi dayanalız, olgan vibovit. Pexsasmis natebes gavqobit. Kaan'is pexsasmelis titinatelebuvit anatebs. Sen teşekkür ederim. Hakan Beyciğiz madluba gadavuxada. Madlub. Rica ederim. Arapers. Çok teşekkürler. Dedi madluba Hakan. Artık günlerce... İsen onun gonu ağız gayiftis. Sonra ne oldu? Nereye moxtan? Mutxari kabinetçi damibarisom. O damicahis mkitxes bavşi marsas uqravso. Mutxari mqavs metki. Evet, var dedim. Nere? Ra gitxres? Bir şey demedim. Araperi. Üzülmüş. Şezuxabulebe damqdnen. Yani? Samsaxuridan xomar dagitxoves. Bilmiyorum. Ar vitsi. Çıkardık ya da çıkardık. Ar utqam trasapireben. Ay başında görün. Kız buluz gavigeb. Aman, çıkarırlarsa çıkar. Esmati gadasatqodiya Hakan. İyi oldu aslında biliyor musun? Kargiya simartli რომ გაირკვა. Şöbit ამოვისუნთქე.
ძალიან ნერვიულობდი. ვინმე შემთხვევით ბავშვთან ერთად არ დავენახე. და მე არ გაიგო. ახლა კოშმარი დასრულდა. ბავშვი მყავს მე რა? თუნდაც გამომაგდონ. აღარ ნერვიულობ. შოკოლადი აიღე. ბავშვის მკურნალობაში $200,000 გადაუხდია. წარმოიდგინეთ, ეს ადვილია? რიგითი არქიტექტორისთვის ძნელია. მეტაფული სადიშოა. საბრალო. ალბათ რაც გააჩნდა ყველაფერი გაყიდა. ის დედა ასევალ. დედობრივი სიყვარული ყველაფერს გაგაკეთებინებს. ბიჭებო, თუ გინდათ გამომთქმულეთ, მაგრამ ამას უსამართლობად მივიჩნევ. შვილი რომ მყავს, ამიტომ არ უნდა იმუშაოს? რა გვექნა დედა? საპასუხისმგებლო პროექტს ისეთ არქიტექტორს ხომ ვერ ჩავაბარებდით, რომელიც ბავშვის გამო მივლინებებში წასვლაზე უარს ითხოვდა. ხო, მაგრამ შეჰრაზად ანინი მივლინებებში ძრადის და ბავშვსაც უვლის. მეთანხმები, მაგრამ საქმიან სამყაროს სხვა წესები აქვს, დაუნდობელი წესები. ასეთ სამსახურის მაძიებლებს კადრების განყოფილება პირად საქმეს უკან უბრუნებს და უარით ისტუმრებს. ის არ არის მართალი. ჰოლდინგი ასეთი პრინციპებით არ უნდა მუშაობდეს. ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება. ჰოლდინგის წესდებას კიდევ ერთხელ რომ გადავხედოთ. ონურ. ეს საკითხი უშენოდ გადავწყვეტოთ თუ ამასთან დაკავშირებით აზრს გამოთქვამ. ფირმის პრინციპები და ერყვა ქერემ. შეჰრაზად ხანიმ მატყუვილი გითხრა სამსახურში რომ მიგვეხო. მოგვატყუა. მერე. ახლა რა ვქნათ? ვერაფერს ვიზამთ. პრინციპებს ვუღალატოთ. ონურ. ეს პრინციპები ჩვენ დავაწესეთ. და თუ საჭიროა, ჩვენ ვერ უნდა ვთქვათ მათზე უარი. კარგი. დაფიქრდი. თავი შეჰრაზად ის ადგილას წარმოედგინე. ლეიკემიით დაავადებული შვილი ჰყავს და მკურნალობისთვის დიდი თანხა სჭირდება. შენ როგორ მოიქცეოდე? არც კი დავფიქრდებოდი, იმავეს გავაკეთებდი. მეც. ხომ თქვით ფერმა უნდა ავაწყოთო? ეს ციხესიმაგრეს უფრო გავს. ფერმის გვერდით სასტუმრო იქნება, ეს სასტუმროა. ო, სასტუმრო საჭიროა. ააშენეთ. მოდით პორტოხალი ჭამეთ. დიდი გოგოები რომ გაიზარდოთ. გამომართვი? ეს შენ. ბებია, პატარა რომ ვიყავი, პორტოხალს ვერ ვამბობდი? ო, ვერ ამბობდი. პორტოხალს ამბობდი და ყველას აცინებდი. ბავშვობაში მე როგორი ვიყავი, ბებია? ერთი ამას დამიხედეთ. ამ ხელა გოგო გაიზარდა და ისევ ბავშვობაზე ეცნებობს. შენ ყვითელი პლედი გქონდა. სტუმრად რომ მივყავდი, ყოველთვის თან მოგქონდა. ბუკეტს ვარდისფერი გქონდა, არა? ო, შვილო. ორივეს პლედები მოგიქცოვეთ. ბუკეტს ვარდისფერი, შენ ყვითელი. და ერთი ცისფერი. ცისფერი ვისთვის? დავით, ისე. ქსოვდი ხოლმე. საჩუქრად ყოველს რაღაც მოვუქსოვე. პაპა, აქ ხიდი გავაკეთოთ? გააკეთეთ, ჩულო. რაც გინდათ ის გააკეთეთ. დედა მოვიდა. მამაც. მოგდანდით. საღამომშვიდობისა. თუ არ გძენავთ? ზიანია, რატომ არ დაწეკით? მე და პაპა ხიდს ვაშენებთ. მართლა? დამოდი მაჩვენე. საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობისა. რა მოხდა შვილო, ადრე დაბრუნდით? მოწმაჭამე. ავადმყოფთან ვიზიტი დიდხანს არ გრძელდება, დედა. აიღე. დიდხანს ვიყავით, ფეხები დამისივდა. ორი დეიდან მოგითხო შემოგითხოვათ. გმადლობთ. დიდი მადლობა.
ბურჯუ, მუქეთ, ბავშვებო, წადით, დაიძინეთ. სწრაფად. ჯერ არ მეძინება დედა, სახლი უნდა დავამთავროთ. გულანია შულო. მაგიდაზე დატოვეთ. ხვალ საღამოს გავაგრძელოთ. მეც დასაძინებლად მივდივარ. ჯერ ადრეა, ბურჰანბე. გაზეთ წავიკითხავ. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა. ესე იგი აჰმეთის შვილს ცისფერი პლედი მოუგზავნა. დორნუზა. ჩვენ შვილის შვილს. არ დამინახავს რომ გსოვდი. ვერ დაინახავდი. ჩუმჩუმად გსოვდი. მეცი? ბავშვის სანახავად რამდენჯერ იყავე? ერთხელ. აჰმეთი მაშინ ცოცხალი იყო. ვერ მოვითმინე. ამდენი წელია ჩემთვის არ გითქვამს აჰმეთის შვილი რომ ინახულე. კომაზეა? შვილიშვილს რატომ არ ეძახი ბურჰანბე? ქანი შენი შვილიშვილი არ არის? შენი სისხლი და ხორცია. და ყოველთვის ასე იქნება. თუ გინდა მასზე უარი თქვი. სიმართლე ერთია. აჰმეთი ჩვენი შვილი იყო. ქანი კი ჩვენი შვილიშვილია. ჩემთან ერთი ღამე. მხოლოდ ერთი ღამე. და 150,000 დოლარი თქვენი იქნება. ფული აქ არის. 300,000 დოლარი. კიდევ ერთი ღამე. შავი ჩაგეცვამთ. გლოვის ფერი. ამის მიზეზი არსებობს? ღამე შავია და იმიტომ. $150,000 მჭირდება. თანახმოვა. საკუთარი თავი შეჰრაზადის ადგილას წარმოედგინე. ლეიკემიით დაავადებული შვილი ყავს და ფული გჭირდება. რა სიზამდე? არც დავფიქრდებოდი, იმავეს გავაკეთებდი. მამა სად არის? ისი? შეჰრაზადის შვილის. მამა ხომ ეყოლება? ალბათ. სად არის? რას გულისხმობ? სად არის? ბავშვი არსებობს, დედა ჰყავს. მაგრამ მამა არსად ჩანს. რატომ გონია რომ არ ჰყავს? იქნება სესწროილია. პირადობის მოწმობაში დაუქორწინებელი უწერია. შენ რა იცი? მის პირად საქმეს გადავხედე. ესე იგი გადახედე. დავინტერესდი და გადავხედე. დაინტერესდი. დავინტერესდი. შენ რა არ გაინტერესებს? პირად საქმეს ჩავხედე, იქ დაუქორწინებელი წერია. ანგაშორებულია, ან ქმარი მოუკვდა. რომელი გონია? Hoş geldiniz efendim. გამარჯობა. Evladım çayın... ჩილო, ჩაი ახალია? დიახ, ახალია. კარგი, სამი ჯი გამოგვიტანე. ახლავე. კარგია, სოფთა ჰაერზე რომ გამოვედით. დიოთინდე,
საახალწლოდ პრემიას ხომ მოგწემენ? ხელშეკრულებაში ხომ წერია, რომ 2 თვის ხელფასის ოდენობის პრემია გვეკუთვნის. მოგწემენ. ბოლო დროს გამიჯერდა. ხოდა შეგეშველება. ნახოთ წლევანდელი საახალწლო წვეულება როგორ ჩაივლის. წვეულებას აწყობენ? რა თქმა უნდა. ალბათ მოსაწყენი წვეულება იქნება. სულაც არა, კარგად გავერთობთ. ჩვენი ჰოლდინგის საახალწლო წვეულებები განთქმულია. ჯერ კიდევ მუხსინ ბეის დროიდან. დაველოდოთ და ნახავთ. საჩუქრებიც იქნება? იქნება. კენჭისყრად ჩატარდება. საჩუქრები კენჭისყრის მიხედვით განაწილდება. მართლა? შარშან ბუღალტერიიდან ერთმა გოგომ მანქანაში დასაკიდებლად სათამაშო ძაღლი მომცა. თავს ასე აკანავებდა. ბუნებრივია. შენს მანქანაში ვინ ჩაჯდება თავის ქნება მაგ ძაღლებით მოუწევს. ამორტიზაცია არ აქვს. როგორ გამახარე? მორწონია. რატომ? შეღრაზად ცუდად მოვეკეცე. ნანობ. უსაყვედურე სამუშაო საათების დამთავრებისთანავე შინრომ მიდიოდა. თორმე შვილთან მიეჩქარებოდა. შეღრაზათი ცუდღიში ყოფილა. შვილი ავატყავდა. არ იცოდა გადარჩებოდა თუ არა. ბავშვს ავადმყოფოში ტოვებდა და სამსახურში მოდიოდა. მოდამცოდნოდა, არ უსაყვედურებდი. არასოდეს. მუხსინ ბეი რომ გარდაიცვალა, ქერემის მამა მარტო დარჩა. ალაჰის შეწევნით ბიჭები მალე წამოიზარდნენ და ჰოლდინგს სათავეში ჩაუდგნენ. ქერემ ბეის მამაც გულის შეტევით გარდაიცვალა? ხო. ასე ეწერათ, ორივე მეგობარი გულით გარდაიცვალა. ონურ ბეის მამა საყვარლის ლოგინში გარდაიცვალა, ხომ ასეა? გაზეთებში ეწერა, ეს ყველა მიცის, დამალვას რა აზრი აქვს. რა მოხდა? მუსინ ბეის ვიღაც ქალი გადაეკიდა. მან ოჯახი მიადოვა და საცხოვრებლად იმ ქალთან გადავიდა. ერთ ღამეს კი ასე არ იყო იალჩინბეი. გაზეთები წერდნენ. ცნობილი ბიზნესმენი მუხსინ აქსალი საყვარლის ლოგინში გარდაიცვალაო. ლოგინში თუ სახლში ეგარავინ იცის. გაზეთებში ასე ეწერა და ხალხმაც დაიჯერა. მაშინ ონური 12 წლის იყო. ოჯახმა უმძიმესი დარტყმა გადაიტანა. ფერიდეჰანიმმა ბევრი სიმწარე ნახა. ამაზე გაზეთები დიდხანს წერდნენ. ვინი ფიქრებდა, რომ მუხსინ ახსალს ეს დაემართებოდა? ამაზე მოღარ ველაპარაკებთ. მიწის ნაკვეთის მეპატრონეს დაურეკე. თუ მოდის მოვიდეს. აქ ხომ არ დავაღამებთ. ხუსუნ, ბიჭს როდის ელოდებით? წარმომიდგენია ბურჰან ბეის როგორ უხარია. ბოლოს და ბოლოს ნანატრის შვილიშვილი ეყოლება. რატომ წავიდა? რა მოხდა ასეთი რა ვთქვი? ბიჭი არ არის. გოგოს ველოდებით. თომ თქვენს ბიჭიაო? ალბათ ექიმ შეეშალა. Yanlışlık olmuş. რას ამბობთ, რა საწყენია? Niye üzüldün? საწყენი რა არის? Kız evlat değil mi? გოგო შვილი არ არის? Sizin თქვენს გოგოები გყავთ. ნაიმე ჰანიმ. Allah თავარია ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს. ჯანმრთელი. yani senin de o. ბიჭი გყავს. Ama მაგრამ შენს ამბავს არ კითხულობს. kaldın ki. გოგოს საპატრონო გახდი. Ya. ასეა. doğrusu მართალს ამბობს. oğlum var ama ბიჭი გყავს, მაგრამ მოსვენება არ გაქვს. Ay. საყვარელო. ne bitmez silah. ასეთი რა დავაშავე. შეუგნებელმა ხალხმა ჩემზე უნდა იჭორაოს. ამას მოამბობ შვილო. მათ ნათქვამს ყურადღებას მიაქცევ. შენი შურთ. Rahmetli baba. თხოვნებული მამა ჩემი ხშირად ამბობდა, ადამიანს სხვისი შური თუ მოკლავსო. Senin kıymetli. შურთ. ასეთი კარგი რომ ხარ. მოგანიცდი. დედა. ასეთ სისულელეზე დერენი როგორ შეიძლება? Hadi git. დადი, ბედი დაიბანა. İkisi. თვალები შეეხება და სტუმრებთან ჩამოდი. რძალდე და მთელი გვერდი გვერდავსხლეთ. დამოდი. Şimdi gider. თორემ წავლენ და ამ ამბავზე ელაპარაკებენ. დამოდი შვილო.
რა ძნელი ყოფილა? რას გულისხმობ? დილიდან ლექციები გვაქვს, ძალიან დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია. რატომ გიკვირს აქ დასასვენებლად ხომ არ დავდივართ? ყოველდღე ვერ მოვალ. ხანდახან გავაცდენ. გაფრთხილებ თუ გააცდენ, მშობლებში ეტყობინებენ. გააგებინებენ როდის დაესწარი და როდის არა. მართლა? ხო, ზრდასრული ადამიანი ვარ, მშობელს რატომ ატყობინებენ? აქ ასე ხდება. სარეგისტრაციო ბარათზე მითითებულ პირს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდებიან და შეეტყობინებენ. ეგ არ ვიცოდი. სწავლის ხარისხზე ხომ უნდა იზრუნონ. ვეცდები ეს საკითხი ჩემს სიძესთან მოვაგვარო. დაველაპარაკები. როგორც გინდა. აქ სადმე ლუდი ხომ არ დავლიოთ? არა, შენდალია, ახლა ფული არ მაქვს. კარგი, დასონერ. წამოდი, მე დაგპატიჟებ. არა. წამოდი, მე გეპატიჟები. კარგი. ცხოვრება ძნელია. ამ ადამიანებს შეხედე. ჭიანჭველებს გვანან. შრომობენ და საკუთარი ოფლით ლუკმაპურ შეულობენ. მე და რა მალაპარაკებს. უსაქმურ საქმეზე რატომ ელაპარაკები? ალი ქემალ ეფენდი, გაზეთის კითხვას რომ დაამთავრებ შემატყობინე და საქმეს მივხედოთ. არ გითხულობ, მამა, უბრალოდ გადავხედე. მითხარი რა გავაკეთო? დოკუმენტაცია ხომ უნდა შეგვემოწმებინა? მაგრამ შენ არაფერზე ფიქრობ. დაგავიწყდა არა? არ დამიწყებია მამა, შენს მითითებას ველოდები. განი ეფენდის სასწავლებელში დადის? დადის, ცოტა უჭირს, მაგრამ არ აცდენს. უჭირს არა? რატომ? პირველივე დღიდან პრეტენზიები გაუჩნდა? არა, კურსებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. უბრალოდ ქალაქში მოძრაობა უჭირს. სამი ტრანსპორტი უნდა გამოიცვალოს, ხომ გესმის? მართლა? ეს როგორ ვერ გავითვალისწინე? ბიჭს მანქანა სჭირდება. მანქანა? არა, მარტო მანქანა არ გმარა. ზოლიც უნდა დავიქირაოთ. უჭირს ბიჭს. და არ მithქვამს მამა. თუ სწავლა გადაწყვიტა, კეთილი ინებოს და თავი შეიწუხოს. აქ რით მოდიხარ? სამარშრუტო ტაქსით? როგორც წესი მანქანით, მაგრამ დღეს შესაკეთებლად დავტოვე. შენ სამარშრუტოთი? უარეს დღეში ვარ ავტობუსით. ხანდახან ტაქსიში ჯდები, მაგრამ სახლი აქედან შორსაა, მგზავრობა ძვირი ღირს. სტამბოლში მანქანის გარეშე ძნელია. მამას უთხარი, გიყიდის. მამა არ მყავს, გარდაიცვალა. ძალიან წუხარ. დედასთან ერთად ცხოვრობ? არა, დედა ჩემი კაისერშია. ჩემს დასთან ვარ. ჩემი დის მამა მთელი ძალიან მდიდარია, მაგრამ ხომ ხედავ, მაინც ავტობუსით მგზავრობა მიწევს. საშინელება. რა საქმიანობს? ტყავის ქარხანა აქვს. ტყავის? ესე იგი ერთი ტყავის ქურთუგი შენზეა. ტყავის ქურთუგი თვითონ არა მაქვს, ნახოთ იქნებ შენთვის მოვახერხო. თუ არ გჭირდებით წავალ, შეიძლება? დიახ, წაბრძანდით. გმადლობთ ხამიმშვიდობისა. ნახვამდის. ნახვამდის. თუ გინდა შენ წადი, გვიანია. არ მეჩქარება, დავამთავრებ და წავალ. ბავშვი გელოდება. ბავშვი ძაყავს. შენ შულს რა ქვია? კანი. კანი? დავამთავროთ, დღეისთვის საკმარისია. როგორც გნებავთ. მერე? ძიძას და ბავშვს ერთმანეთი უყვართ? დიახ. მე წავალ. ხამიმშვიდობის. ხამიმშვიდობისა. შეღრაზად. კანის მამა სადაა? დაიღუპა. როგორ დაიღუპა? ავტოკატასტროფაში. შეღრაზადის შვილი 1 წლის იყო. რას ამბობ? არავინ ხავს? შეღრაზადი მარტოა. მამა კიბოთი გარდაეცვალა. სკოლაში სწავლობდა, დედა რომ მოუკვდა. სხვა არავინ ხავს?
ხოლო დასაკოვანი დეიდა ანკარაშია. Onun da bütün ისიც შეჰრასადის საპატრონოა. დეიდას პატრონობს? დიახ, Maddi olarak. მატერიალურად? დიახ. aslında rahmetli kocam მისი გარდაცვლილი ქმრის მამა ძალიან მდიდარი კაცია, მაგრამ Onu verdi. მკურნალობის ფული მან მისცა? რას ამბობთ? არც ერთი ქურუში. Niye diyor? რატომ თუ მდიდარია? adam შეჰრასაძე დაქორწინების გამო იმ კაცმა თავისი შვილი უარყო. არ შეჰრასადი მიიღო, ne de არ შვილიშვილი. İnanılır gibi. დაუჯერებელია. Şey. შეჰრაზადმა Bu ამხელა თანხა სად იშოვა? buldu işte. იშოვა. Arabasını მანქანა გაყიდა, მეგობრებისგან იცესხა. გაუჭირდა, მაგრამ შეაგროვა. buldu. ნახვამდის. ნახვამდის. Şehrazat. შეჰრაზად. Neden რატომ არ მითხარი? რა, Oğlun için. ფული შვილისთვის თუ გჭირდებოდა. არ დაინტერესებულ ხართ. მხოლოდ ის მითხარით, რომ ჩემმა გამბედაობამ გაგაოცათ. ახალმა თანამშრომელმა $150,000 რომ მოვითხოვე. Şehrazat. შეჰრაზად. Çok özür dilerim. ძალიან წოხარ. დამიჯერა. Bağışlayın. მაპატია. İyi akşamlar. ხამშვიდობის. სად დავაწყო? აი აქ. Şunu düzelt. ეს გაასწორე. Vay vay vay. Geldi mi? ალაჯი მოიტანეს? Hoş geldin. მობრძანდი ბურჰან ბეი. Burhan Bey, vallahi çok güzel olmuş. მოიტანის ბურჰან ბეი, ძალიან კარგია. Nerede? ასე რატომ დაგაგვიანდათ ჰაქიუსტა? გზაზე სასწრაფოები იყო ბურჰანბეი. გასაგებია, გვიან რომ წამოხვედით იმიტომ. დაამთავრეთ? დიახ, ძალიან კარგი, მშვენიერია. ალი ქემალ. Buyur baba. ისმენ მამა. Tabii. კარგი. Nasıl olmuş? როგორია მამა? Ya bu kadar. სულ სხვანაირია. ოთახი განათდა. ეს ფერი ძალიან მოუხდა. Evet güzel. კარგი გამოვიდა. Başka bir şey. კიდევ რამე ხომ არ გჭირდება ბრძალო? Sağ olun baba. გმადლობთ მამა, ყველაფერი გვაქვს. Kalmadı çok şükür. Çok teşekkür ყველაფრისთვის დიდი მადლობა. შედობაში მოიხმარეთ. ბედნიერი ბავშვი ყოფილი. მადლობთ. Sağ ol. გმადლობთ ჰაქიუსტამ. დიდი მადლობა. Sağlık. Şunu გამომართვით, ჩაიდალიეთ. Sağ ol. გმადლობთ. Hadi. არაფერს. Güle güle. ნახვამდის. Allah Allah. Şu iş. გასაოცარი ხალხია. Armut მამას ასე როგორ დაემსგავსა? Nitelikte Burhan. ეს ბურჰან ბეიზე ძუნწი ყოფილა. Al bir çorba iç. გამომართვი, რამე შეჭამე. Hadi. გმადლობთ. ნახვამდის. არ ვარ გარა. Burcu. ბურჯო, Kızım niye შვილო, სუფთა ქაღალდს რატომ აფუჭებ? ვერ დავხატე. olmadıysa თუ ვერ დახატე, საშლელი აიღე და წაშალე. silersin. გაჭუჭკიანდა. Günah günah. ასე არ შეიძლება. ქაღალდში ფული გადავიხადეთ. Okulda öğretmiyor. სკოლაში ეკონომიას არ გასწავლიან? Malın ფულის ყადრი უნდა იცოდეთ. ziyan. ხელმომჭირნეობა უნდა ისწავლოთ. geldim. მოვედი. გაიქეცი ჩქარა დაგიჭირე. მეგობარო ქალებს არენდო. Vaatle. მათ დაპირებებს ირონიით შეხედე და წადი. Yanlış. ზღაპარი ამას ამბობს. Meğer, მაგრამ ასე არა. თურმე ადამიანს უნდა ენდო meğer ön და yargı. წინასწარ არ განსაჯო. İyi. Anladım. მიხარია ამას რომ მიხდი. თავს ცუდად ვგრძნობ ქერემ. ძალიან ცუდად. მოუზვიადებ. Tamam ona kötü. აწყენინე, მაგრამ ბოდიში მოუხადე. Sizin özür dilerim. ამის შემდეგ კარგად მოექცევი. მართალია.
მისი ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა რა? ო, შენთვის არ ვთქვამს? იო. არა, არ მელაპარაკება. მხოლოდ ის ვიცი, რომ გარდაცვლილია. ლევრივალი ჰქონია, ბენუმ მითხრა. მეგობრებისგან უსესხია. სამსახურიდან ამიტომაც ვერ წავიდა. ხალხის თანდასწრებით შეურაცხყოფა მიაყენე. სხვა მის ადგილას საკაურობას მიატოვებდა. ერთხელ დააბირა, მაგრამ დარჩენა თხოვე. საახალწლოდ შეჰრაზადს ორმაგი პრემია მივცეთ. ვალი აქვს, სოდოა. კარგი. ოღონდ სხვა თანამშრომლებმა არ გაიგონ. რა თქმა უნდა. მამამისი ყარაბაღის ომში დაიღუპა. შვილთან ერთად მარტო დავრჩი. ბეც შევეგუე. ვიფიქრე შვილის ბედნიერებით გავიხარებ მეთქე. ბედის წერის ნებისმიერ დარტყმას გავუძლებდი შვილი ცოცხალი რომ ყოლოდა. საუბედუროდ ასე არ მოხდა. მიხრებან ბავშვი რამდენი წლის იყო, რომ გარდაიცვალა? 14-ის. რას ამბობ? ეს ხომ ცხოვრების საუკეთესო წლებია. თავს დიდი უბედურება დამატყდა. შეჰრაზადის კარგად მესმის. ბენო, ეს ისეთი ტკივილია, დრო ვერასოდეს განკურნავს. გულწობ? რაო? შეჰრაზად? გასათხოვარი ხარო? ესე იგი გასათხოვარი კეკლუცობს? არა მიხრებან. ბენუ ჯერ არ გათხოვილა. უფლის წულს ელოდება. გაყვანის მცემელი? შეყვარებული თუ ყავსო? კაცი რომელიც გიყვარს. თუ სიყვარულოდ გული უწყლოდ დარჩენილ ყვავილს გავს. როგორც უწყლოდ დარჩენილი ყვავილი ხმება და ჭკნება, გულიც ასე კვდება. სასურველმა მამაკაცმა ცოლად გაყოლა თუ შემოგთავაზა? სასურველმა მამაკაცმა? ო? ადვილი არ არის მიხრებად. ბენო, სხვანაირად ალაპარაკდი. გეყოფა, ასეთი რა ვთქვი? ხდება, რაღაც ხდება. გონი შეყვარებული ხარ? არა, ისეთი რა ვთქვი შეჰრაზად. ამას ტყუილად არ იტყოდი. ნამდვილად ვიღაც შეგიყვარდა. ასეა? ასეც რომ იყოს, მერე რა? შეჰრაზად გაჩერდი. ასეა. შენ სიყვარული გალაპარაკებს. კარგი, გვიანია სახლში მივდივარ, უნდა ვიმუშაო. ბენუ, დაიყო. ბენუ, დამიცადე. ყველაფერი მომიყევით, რომ ცნობის მოყვარეობა არ მომასვენებს. მომწყინდა ყოფნა. ყველაფერი მომბეზრდა. ასე რატომ ვართ? არ ვიცი. თუ შეიძლება კიდევ დამისხე. არასოდეს თქვა, რომ თუ შეგიყვარდა ეს გრძნობა არ შეგშლის. მართალია. ამას რატომ ამბობ? 1001 ღამე გამახსენდა. ვიცი, მაგრამ ახლა რატომ გაგახსენდა? შეყვარებული ხომ არ ხარ? არა, არ ვარ. ეს სიტყვები 1000 ჯერ მithქვამს. სიყვარული ვინ დაკარგა, რომ მე ვიპოვო? თუ ელოდები, რომ სხვა დაკარგავს, დიდხანს მოგიწევს ლოდინი. სიყვარული თვითონ უნდა იპოვო. ეს უნდა გინდოდეს. მხოლოდ სურვილი არ გმარა. აუცილებლად ვიღაცამ უნდა დაკარგოს, რომ შენ იპოვო. მომწყინდა. ჩემთან საუბარი? არა, საუბარი არა. ხომ ხედავ რა დღეში ვართ? პარასკევს საღამოს როგორ ვერთობით? დავიდეთ. თუ შეიძლება ანგარიში მოგვიტანეთ.
გამოვიწყდა ბენოსთვის რაღაც უნდა მეკითხა. როგორც კი წახვალ დაურეკე და კითხე. დაგეხმაროთ თანიმ? არა, ევაკუატორი გამოვიძახე. სადღეღამისო მომსახურება ამას გვეს უდაკავებულია. ალო, ქერენ ბეი, თქვენ ხართ? მე ვარ. ცოდროს ხომ არ გირეკავ? არა, რას ამბობთ? სახლში ხარ? გზაში ვარ. უფრო სწორად ქუჩაში დავრჩი. რას ნიშნავს ქუჩაში დარჩი? რას გულისხმობ? მანქანა გამიფუჭდა, შიშით ვერ გადავდივარ. საევაკუაციო სამსახურს ვურეკავ, მაგრამ ხაზი სულ დაკავებულია. რას ამბობ? ახლა სათხარ? გასაგებია. მანქანიდან ნუ გადმოხვალ, მალე მოვალ. ძრაზე მობრუნდე. სასმელი ხომ არ მოგიტანოთ ონურბეი? არ მინდა. შია, რას მაჭმევ? ამ დროს? წინააღმდეგი ხარ? საწინააღმდეგო რა მაქვს ონურბეი? ოღონდ თქვენ მიირთვი და საჭმელს მოგიმზადებთ. რას ინებებთ? სულ ერთია. ხო მართლა, დედა თქვენმა დარეკა. რა უნდოდა? ვიკითხა სახლში მოვიდა თუ არაო. არის დედა ჩემი როდის დამანებებს თავს. არ მობეზრდა გამუდმებით რომ მაკონტროლებს. არ ვიცი, ალბათ ცოლს რომ მოიყვანთ თავს დაგანებებთ. მე ესე მგონია. კითხა რამე? რა, ონურბეი? ვინმე ხავს თუ არაო? მე? იმედია დედა ჩემს არაფერს ეტყვი. არასოდეს. ჩემზე ასე თუ ვიფიქრებთ, მათყანინებთ. თანაც მე არაფერი ვიცი, რომ ვიცოდე სიტყვა არ დამცდება. არასოდეს, ონურბეი. არასოდეს. რამდენი წელი საკმარისი იყო რომ კარგად გამეცანე? ჩემი საჭმელი? უკაცრავად, სულ გადამავიწყდა. ახლავე. თქვენ რომ არა პოლიციაში უნდა დამერეკა. შენ ბენუჰანიმის მანქანას მიხედე. ევაკუატორს დაელოდე. დილას კი ხელოსანთან წაიყვანე. როგორც მიბრძანებთ? ჩვენ წავიდეთ. შეგაწუხეთ. რა შეწუხებაა? სახლში დაგეყვან. კარგი. ამ ნაწარმოებში რასაც თქვია რა? ო. ლამაზი ნაწარმოებია. ონური უსმენდა და მომეწონა. ვიცი ვინც დაწერა, მაგრამ დიდი ხანია არ მომისმენია. როგორც ეს ონურბეის მოსწონს. ხორსაკოვია რა? მოსწონს. კლასიკის მოყვარული ონურია. მე იშვიათად ვუსმენ. ქერენბეი, მგონი სადგურის კოტეჯების პროექტი გვიანდება. მართლა? მეგონა დრო კიდევ გქონდა. პროექტს დღეს ელოდებოდნენ. კარგი იქნება ხვალ თუ გადავხედავთ და ორშაბათს გავაგზავნით. ხვალ ხომ შაბათია? არა, უშავს მე მცალია. კარგი თუ ასეა ონურს დაურეკავ. ხვალ თუ ეცლება შევიკრიბოთ. ნახევარი საათი საკმარისი იქნება. მეგონა ჩემი ხმის გაგონება აღარ მოგინდებოდა. საჭმლის ჭამა არ უნდა დამაცადო? შენთან ლაპარაკი არასდროს მომწყინდება. 1001 ღამის ზღაპრები, გაიძვერა ქალები, ეშმაკი ქალები. ქალები ეშმაკები არიან, მაგრამ დედები ანგელოზები. რა თქმა უნდა, ალბათ ფერიდე ჰანიმს გულისხმობ. გამოიცანე, ის მთავარი ანგელოზია. დილას რას აკეთებ? რა იყო? ბენუ მითხრა სადგურის კოტეჯების პროექტს ხვალ გადავხედოთ და ორშაბათს გავგზავნათო. ბენუ ახლა შენთანაა? ო, მანქანა გაუფუჭდა სახლში მე მყავს. კარგი. ხვალ ჰოლდინგში შემოვივლე. შეჰრაზადსაც დაურეკოთ? შეჰრაზადს? რატომ? პროექტის ერთ ნაწილზე მან იმუშავა. ბენუმ ხომ გითხრა? იმ დროს ყველაფერი აგვიხსნა.
Emiyorum. თანაც ხვალ შაბათიან შევაწუხებთ. სახლში იყოს თავის შვილთან. ონურ. ისმენ. ამიხსენი რა გემართება? რა იყო? პირველი შემთხვევაა, როცა ჰოლდინგის საქმე შენთვის მთავარი არ არის. Anneler hak. გონი დედები მართლაც ანგელოზები არიან. ხვალ შეხვედრა აუცილებელი არ არის. Toplamamız. ორშაბათს გადავხედოთ და გავაგზავნოთ. Olabilir. მართალი ხარ? კარგი, ასე მოვიქცეთ. ხვალ ხომ შევხვდებით? რა თქმა უნდა. გამომშვიდობისა. Sana გამომშვიდობისა. ესე იგი ხვალ არ ხვდებით? Gerek yok. საჭირო არ არის, ორშაბათს ვიმუშავებთ. როგორც გნებავთ? შეჰრასათი არა? რა ხანია ვფიქრობ ეს მუსიკა საიდან მეცნობა მეთქი? ბარის მანჩო სიმღერა არ არის? შეჰრასათია. ხომ ასეა? სერიოზ? ხოლოს კოტეჯების გეგმა გჭირდებათ, არა? Zahmet ნუ თუ არ შეწუხდები. მერეს გადავხედავ. რა შეწუხება ახლავე დისკზე ჩავწერ. Çok özür dilerim siz. უხერხულია თქვენ ღამით მანქანაში გაყინეს გადამარჩინეთ, მე კი კართან გავუდინებთ. მრცხვენია, ხომ არა მოხვალთ? sorun değil. არა უშავს, არ დავიცდე. Olur mu? რას ამბობთ? ხო, წამობრდანდით. სანამ დისკზე ჩავწერ, ყავა დავლიოთ. Zahmet etme. ნუ შეწუხდები. რა შეწუხება? სიამოვნებით გეპატიჟებით. კარგი. Hazanis var. ეზელმაც ხომ დამალავინებ. რა თქმა უნდა. მიჰრიბან. მე დამშობლო გენეტრება. ჩემი შვილი ლიმენაკრა. ჩემი ბულუთი. ბულუთი. ოღონდ შენს ბიჭს ასე ერქვა? იქცეს ამასი სახელია. İsmi de güzel. ამასი სახელი ერქვა. Özü de güzel. კარგი ბავშვი იყო. უცულანას ეს თვალები ჰქონდა. შენსავით. მიჰრიბან ძირფასო. როგორ დატანჯულ ხარ? ასეთ კიბოს როგორ გაუძელი? ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლეა. მაგრამ სანამ ცოცხალია, ალაჰი გაჭირვებაში არ მიატოვებს. ვალი რომ აღარ მექნება. ზაფხულში. შენ, მე და ქანი ბაქოში წავიდეთ. ხაზარზე ვამნახოთ. ბულუთის საფლავზე მივიდეთ. კარგი? არომატურია. მადლობა. მიხარია თუ მოგეწონათ. მე დისკს წერ. მოხერხებულად აბრძანდით. არ მინდა ისედაც მთელი დღეებზე ვარ. მამაზი სახლი გაქვს. Evin çok ძალიან მომეწონა. Beğendiniz mi? მართლა? დიდი მადლობა. çok beğendim. მომეწონა. Yalnız mı yaşıyorsun? მარტო ცხოვრობ? Pardon. მაბადეა. ცნობის მოყარე ვარ. Pek istemem. არა, რას ამბობთ? Ev öyle güzel. სახლცეთობა მარტო რომ ხარ. დიახ, Yalnız yaşıyorum. სტუდენტობიდან მარტო ვცხოვრობ. Annem bak. მშობლები კვიპროსზე იყვნენ? 2 yıl oldu. იქ 2 წლის წინ წავიდნენ. გვერდით სახლში ცხოვრობდნენ. ეს შენ ხარ. დიახ, Çok sevinliyim. საყვარელი ბავშვი ყოფილ ხარ.
Piyano çalıyor musun abi? პიანინოზე ახლაც უკრავ? დიახ, მაგრამ პიანინო ბებიის სახლში დგას. რომ მივდივარ ვუკრავ ხოლმე. Sen kesin bayağı... ალბათ ბალეტზეც დადიოდი. დიახ, დავდიოდი. Annem de დედაჩემმა მეგაბურაქს ფორტეპიანოს მასწავლებელი დაგვიგირავა. akşamlar 4 ile 6 ay. 4 შაბათს მოდიოდა ხოლმე 4-დან 6-მდე მეცადინეობდით. რა კარგია, ესე იგი თქვენც უკრავთ. არა, Bir ayda bir çocuğa gittim. სამთვეში მასწავლებელი გამექცა და დედამ ხელი ჩაიგნია. რატომ გაგექცათ? ნიჭი ვერ მქონდა. Bırak ბურაქი უკეთესად სწავლობდა. საი, ხო მართლა ბურაქი დაბრუნებას არ აპირებს. შარშილ ზაფხულში ვნახე. მაგისტრატურას როდის ამთავრებს? ne var მაგისტრატურას არ სწავლობს. ki? Adam hayal... ნიუ-იორკში დროს ატარებს. ასე ნუ ამბობთ. Öyle mi? ასე. 3 წელი გავაცდინა. მაინც არ ისწავლის. Hiç beni... ერთმანეთს არ გვავართ. Neyse. ასე. ეს ბალეტის სტუდიის ფოტოებია. ბავშვობაში მინდა და ბალერინა გამოსულიყავი. ძალიან ლამაზი ხარ. ეს კი დისკი მზადაა? ახლა ვნახავ. ალო? დედა. რა მოხდა? კარგად ვარ დედა. შენ როგორ ხარ? კანკანით კარგადაა. ხო, გამიჯანმრთელდა. ჩემი ძვირფასო. კანკანსა ძალიან მოენატრე. ახალ წელს? კარგი ჩამოვალთ. სიამოვნებით ჩამოვალთ. კანკანსაც წამოვიყვან. ჯანმრთელი ძვირფასო. ხო მართლა, ჩემი გამოგზავნილი ფული მიიღე? კარგი. რაშიც გინდა მოიხმარე? რას ამბობ? ახალ წელს აუცილებლად გნახავ. კოცნი დედა გამშვიდობის. დედა ჩემი იყო. ანკარაში ცხოვრობს. მარტოდ. ხამე ვერ ეძინებს. შვილები არ ყავს? არა. გათხოვილი არ არის. ჩემზე დიდი ამაგი აქვს მიხრებად. ძალიან დიდი. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. ერთ დილასაც დედა ჩემი არ გაიხვიძა. დღეს ყოველთვის ის მახვიძებდა. მამას ავადმყოფოში დარაჯად მუშაობდა. დედა ჩემს რომ შევხედე, მეგონა ეძინა და სკოლაში წავედი. შუა დღეს მამა სკოლაში მოვიდა. სახე გაშავებული ჰქონდა. დაპატარებული მომაჩვენა. მივხვდი რომ რაღაც მოხდა. დედა ჩემი ძილში გარდაიცვალა. გული შეტევით. 42 წლის იყო. შეჰრაზად. არც კი ვიცი რა გითხრა. სიკვდილისა და უბედურების მეტი არაფერი მინახავს. დედა ჩემი. მამა ჩემი. ჩემი ქმარი. კანსაც რომ რამე მოსვლოდა. ვერ ვიცოცხლებდი. საყვარელო. ცხოვრება დაუნდობელია. მეგონა შვილი თუ მომკვდებოდა ვეღარ ვიცოცხლებდი. მაგრამ ცოცხალი ვარ. მიხიბან დაო. ყოველდღე ვტიროდი. ალლახს ვიკითხებოდი. ჩემი შვილი მიწაშია. მე ცოცხალი რატომ ვარ მეთქი? ამ ქვეყნად სამართალი არ არსებობს. ყველას ჩვენი პირთი გვაქვს. და ის ბოლომდე უნდა ვზიდოთ. ამაზე დღეების გაგვეთენდება. დამეჯერე. ალლახ მოგისმენას მიხრებან. ალლაჰის ნებით ორივე ბედნიერი ვიქნებით.
ჯერ შენ გადი მამა. წარმატებას გისურვებთ. თავს გაუფრთხილდით. ნახვამდის. სახლში შედით, მებაღეს უნდა დაველაპარაკო. ვარდებს არ მოუარა და გაახმო, უსაყვედურებს. სწორად არაკეთებ, ასე უნდა ბურჯუ. არა, ასეა. ურჰანბიძე გავიდა? დიახ, ჩაი დაგიხათ? ასე არ უნდა დააკვირდი, მიხვდები. არა, ასეა. არ არის. როგორ არა? ჩემი მამაზებო. ასე არ არის. კანი, შენ რატომ არ საუზმობ? საუზმობ, ვერ ხედავთ? აიშე, ბაცი ჩაი დამისხი. ესეა ვერ ვისაუზმე. ჩაი მოძდამისხით. ხელი გაუშვი, თვითონ ვერ აკეთებ და მიყვირი. დილაუთენია რატომ ჩხუბობთ? ჩხუბის გარეშე არ შეგიძლიათ? ხმაურობთ, თავი ამტკიბდა. და არასწორად აკეთებს. სწორად აკეთებ. ორივე გაჩუმდით. ბურჯუ. შევი დამონებე. შენ აკეთებ არასწორად. არა. ლაიკომ. საღამოს მეგობრებთან ერთად ბეიოღლუზე უნდა გავისეირნო. გადი. ხელი გაუშვი. ფული დამიტევდა. ცოტა სტუმამსამ კარგი იქნება. ძალიან გთხოვ. რას ამბობ განი? გუშინ 50 ლირა მოგეცი. სადა ხარჯე? ლექციებიდან ტაქსით დავბრუნდი. რაუბედურებაა, ტელეფონი გზაში მეხარჯება. ითმა, კარგი. საფულე ზევითაა. დასმის წინ მოგცემ. ყველაზე კარგი დამყავს. მე მინდა იყოს. აიშე, კარი გააღე. მე გავაღებ. რა მოხდა ბურჰანბეი? ჯორდანი მომაწოდე. ახლა ამშითმა იფრინა და ბოლოს მაინც მე დამსვა. რა მოხდა? ამაში ხედა. ფული იცის ბურჰანბეი, ფული. რატომ დაბრუნდით, მამა? ბაბაანენ მებია გენაცვალოს, ჩემო პატარა, ჩემო საყვარელო. რომულან რა მოგიტანო? დედამ რა მომიტანოს? ამას ლაპარაკი უხერხულია შვილო. უთხარი რომ უბრალოდ მოვიდეს. დედამ მინდა რომ მოხვიდე. იცოდე მოვალ და ჩაწყლაპავ. ურმილი დედიკოს გადაეცი დავალაპარაკები. დედია შენთან დავაპარაკება უნდა. ალო. გამარჯობა შვილო. გამარჯობა, როგორ გძანდებით? მადლობ შვილო, როგორ უნდა ვიყო? კანი მენატრება. შენ როგორ ხარ? არა. შენ შეწუხდები შვილო, მე მოვალ. შეჰრაზად. ისმენთ. ალო. გოშვილო. მეზომან როდის მობრძანდებით? მალე მოვალ. თამამბექი. კარგი, გელოდებით. გისკალმე. არ დაიგვიანოთ. კარგი, გოცნით. ჯოჯო, ბავშვი სარახავად მიდიხარ? სადე და თუ არ დამიშლი. რომ დაგიშალო არ წახვალ? წავალ. თვასიანება თორასაჭიროა. მაგრამ რადგან მიდიხარ საჩუქარიც წავუღე. შაი ისუყიდე. აჰმედსაც რომ მქონდა. დურბინდი. კალეიდოსკოპი არა? კალეიდოსკოპი. გამომართვე მურბეი. ეს რა არის? არ გახსოვს? მამა შენი საათია. კერემის თანდასწრებით დამამცირე. თითქოს მამა შენის ნივთების მოცემა მენანება. შეგრცხვდა, ამიტომ მომეცე? არა, ამიტომ არა.
მამა ჩემის ნივთები არ მჭირდება. აბა რატომ თქვი? თორმე მამა შენი ჩემ გარდა აღარავის ახსოვს. ვინც ის ქერებმა რა იფიქრა? ჩემი საერთოდ არ გესმის რა? მართალი ხარ შვილო. მე ჩემი თავისაც არ მესმის. ალბათ მამა შენს უფრო მეტად ვერ ვუგებდი. ჩემი მოთქმი ასე გაიგე? შენთვის სხვა რამის თქმა მინდა. მამა დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. იმ კაცზე მოგონებებით მოცხოვრობ, რომელმაც გული გადგინა. იმ კაცზე? მამა შენს როგორ ლაპარაკობ? მაბათე, არ მინდოდა. ონურ. მამა შენი მახეში გაება შვილო. გარყვნილი ქალის დაგებულ მახეში. თორემ ასე არასდროს მოექცეოდა, არასდროს. ძალიან გინდა ამის გჯეროდეს არა? ფრთხილად იყავი, შენც იგივე არ დაგემართოს. ეს ჩემთვის დახადე? ხაბატა, სიურპრიზია. რა კარგი სიურპრიზია. ეს მე ვარ? შენ ხარ. მაგრამ ჩქარავდი და მართალია, ჩემი ბრალია. ვინ გითხარი რომ მოვდიოდი ხომ ასეა? არა უშავს. კიდევ დავხატავ და გაჩუქებ. რა ტკბილი ენა გაქვს. რა საყვარელი ხარ, რა საყვარელი ხარ. ონურ. სანამიშის რაღაც მინდა გითხრა. ოღონდ სიმართლე მითხარე. გითხრა. გვერდები მითხარე. მინდა ვიცოდე. შეჰრაზათი. შენთან რომ მოსულიყო. მერე? შეჰრაზათი ან ნებისმიერი სხვა ქალი. აი შეჰანიმი ან ბენუჰანიმი რომ მოსულიყო და ეთქვა. სამსახურში როცა მიღებდით, ტყუილი გითხარით. ლეიკემიით დაავადებული ბავშვი მყავს და $150,000 მჭირდებაო. ესე. ფულს მისცემდი. შეჰრაზადს არ გულისხმობ. შენ? ჯერ შენ მიპასუხე. რიგით თანამშრომელს? დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა. $150,000 დიდი თანხა. არ მისცემდი. შენ? შენ რას იზამდი? არ ვიცი. ამაზე ბევრს ფიქრობ. მისცემდი თუ არა? შეჰრაზადს მივცემდი. სანდო ადამიანი ჩანს. კარგი დედა. მივცემდი. გონი მივცემდი. ასე მგონია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ. მაღაზია დედა შეხედე, მაჩვენე. აი, ჩუქსა. მაღაზია კან. კან ჰაზალცარია. შეგვიძლია მადლობა გადაუხადე? აკოცე? აკოცე, მაგრამ კიდევ აკოცებ. საყვარელო. მოგეწონა? მომეწონა, დიდი მადლობა. ბაბანუბრები ამას რა ქვია? ჩიჩეკ დურბინი. ყვავილების დურბინი. სხვა სახელიც აქვს, მაგრამ არ მახსოვს. რაღაც რა? კალეიდოსკოპი, მართალია. ნიღიბან შენც ნახე. ჩოქსი ძალიან მოეწონა. ასეთი დურბინი ბავშვობაში აღმეცაც ჰქონდა. მამამისმა გერმანიიდან ჩამოუტანა. ელინდან ხელიდან არ უშვებდა. ვიცი. ხომიყვა. სენინდერა. როცა შენზე თქვა ცოლად მომყავს მამამისმა თვალწინ დაუმტრია. ასე
ისეთ სასჯელს არ იმსახურებდა. არც იმუბედურებას. ეს აჩუქარი ქანს პაპამ გამოუგზავნა. ესე იგი იცის აქ რომ ხართ? იცის. ჩოქსი ძალიან მიხარია. თქვენ გამო. artık ამერიდან ქანის ანახავად რომ მოხვალთ. იჩინიც რა შვიდად იქნებით.